მოგესალმებით, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დიდი პატივია ჩემთვის, რომ ისევ მაქვს შესაძლებლობა თქვენ წინაშე წავდგე. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო საკითხს, როგორიც არის ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები 1918-21 წლებში. ზოგადად უკანასკნელ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართულ საზოგადოებაში ინტერესი გაიზარდა. ეს ბუნებრივიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში კომუნისტური იდეოლოგია, კომუნისტური სამეცნიერო საზოგადოება მიზანმიმართულ იგნორირებას უკეთებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამას თავისი მიზეზები გააჩნია და ბუნებრივია, როდესაც ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა საბჭოთა გარს მოხოვული იდეოლოგიური თუ სხვაგვარი წნეხისგან, ეს ინტერესი, რაც მანამდე მართალია წნეხი მანამდეც არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი, როდესაც წნეხი აღარ არსებობს, უფრო თავისუფალი კვლევის შესაძლებლობა გაჩნდა და სწორედ აქედან გამომდინარე, ბევრი არქივის გახსნა, ბევრი საისტორიო წყაროების ხელმისაწვდომობამ ბუნებრივია შესაძლებელი გახადა მანამდე ტაბუდადებული საკითხების უფრო სიღრმისეულად შესწავლისათვის და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია მრავალ სხვათა შორის ინტერესს იწვევს ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები. ზოგადად ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები შესახებ სამეცნიერო თუ სხვა დარგობრივ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგადად ეს ურთიერთობები პირობითად ორ ნაწილად იყოფა. ეს არის ურთიერთთანამშრომლობისკენ მიმართული ურთიერთობები და მეორე არის ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯვნის მიმართულებები. ბუნებრივია, ორივე მათგანს საკუთარი ისტორიული წინაპირობა და მიზეზ-შედეგები გააჩნია და ბუნებრივია ისიც, რომ თითოეულ მათგანი თავისი განვითარების თვალსაზრისით უნიკალურ მოდელს ქმნის. ქართულ რეალობაში სახელმწიფოსა და ეკლესიას ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე, შუა საუკუნეებზე ამ ორი ინსტიტუციის, სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობაზე იყო აგებული და ეს ორი ინსტიტუცია ერთმანეთთან სწორედ ამგვარ ურთიერთობას იცნობდა და ბუნებრივია ჩვენთვის უცხოა და შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული ის ურთიერთობა, რასაც თანამედროვე სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ლიტერატურაში სეკულარიზმს, ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას უწოდებთ. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში, ისევ როგორც ყოფილ რუსეთის იმპერიაში და მათ შორის საქართველოშიც, როგორც მის შემადგენელ ნაწილშიც, მოვლენები ელვის სწრაფით განვითარდა და საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ საინტერესო მოვლენებს და ფაქტებს და მათ შორის ბუნებრივია ჩვენ შემთხვევაში მოხდა სამი ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა. 1917 წლის 12 მარტს მოხდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენა, 1918 წლის თებერვალში დაარსდა გაიხსნა უпростоრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმავე 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს სამი ფუძემდებლური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც თავისი არსით განაპირობებდა და განსაზღვრავდა მე-20 საუკუნის განვითარებას და თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტორებით და მოვლენებით თითოეულ მათგანის განვითარება იმ სახით აღარ მოხდა, როგორც თქვათ ჩაფიქრებული იყო სათავეში, მიუხედავად ამისა, ამ მოვლენების მნიშვნელობა ბუნებრივია არ იკარგება და მათ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. როგორც უკვე აღნიშნეთ, 1917 წლის 12 მარტს ავტოკეფალის გამოცხადება მოხდა, თუმცა როგორც მანამდე ამ ყველაფერს მთელი რიგი მოვლენები უძღოდა წინ. 1917 წლის 8 მარტს, როგორც დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურებში გადმოცემული, შედგა საიდუმლო შეკრება, რომელსაც სხვადასხვა საერო თუ სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომავალი მეთაური ნოე ჟორდანია, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ ცნობილი და სახელგანთქმული პოლიტიკური მოღვაწე გახდა და ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დროულად უნდა გამოცხადებულიყო. ეს ფაქტი
ადასტურებს, რომ ნოე ჟორდანიას ძალიან კარგად ესმოდა თუ რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ქონოდა ეკლესიის ავტოკეფალიას გამოცხადებას და ზოგადად ეკლესიის ავტოკეფალის თავისი არსობრივი თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ბუნებრივია ქართულ სასულიერო პირებს უჩენდა იმის განცდას და იმის იმედს, რომ ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობები ურთიერთდაპირისპირებულისგან შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, ურთიერთთანამშრომლობითზე გადასული. ერთი იყო მოლოდინები, თუმცა რეალობა, რომლის წინაშეც ქართველი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ, ბევრად სხვანაირი აღმოჩნდა. ზოგადად სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ეკლესია სახელმწიფოს გაყოფის იდეის შესახებ ორი ძირითადი ხედვა არსებობს. ერთი არის რადიკალური გამიჯვნა, რომელსაც მეორენაირად ფრანგულ მოდელს უწოდებენ, ის ფრანგი განმანათლებლების შეხედულებიდან მომდინარეობს და მან საფრანგეთის რევოლუციის შემდგომში თვალსაჩინო გამოხატულება ჰპოვა, ხოლო მეორე არის ასევე ეკლესიის სახელმწიფო ერთმანეთსგან გამიჯნულია, თუმცა გარკვეულ სფეროებში ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან თანამშრომლობას ინარჩუნებს. საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფმა სოციალ-დემოკრატებმა მეორენაირად მათ მენშევიკურებს უწოდებდნენ, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ, გადაწყვიტეს ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნაზე აეღოთ აქცენტი. ეს სავსებით ბუნებრივი იყო მათი იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ისინი იდეოლოგიურად კარლ მარქსის იდეის მარქსისტები იყვნენ, მარქსის იდეის მიმდევრები იყვნენ და მარქსის შემოქმედებაში ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთსგან რადიკალურად გამიჯნულია. თუმცა ერთი რამ, რაც თავიდანვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ამაზე ჩვენ დაწვრილებით აუცილებლად გვექნება საუბარი და დეტალებს შევეხებით აუცილებლად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მეორენაირად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებს ანტისაეკლესიო აგიტაცია, პროპაგანდა, თავიანთი, ვთქვათ, ბოლშევიკი თანამოაზრეების მსგავსად არ უწარმოებიათ და საქართველოში იმ არასრულ 3 წლის მანძილზე, სადაც საქართველო დამოუკიდებლად არსებობდა, ქვეყანაში ანტირელიგიური აგიტაცია, პროპაგანდა არ ყოფილა და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტი იყო მაშინ, როდესაც აღნიშნული მოვლენების პარალელურად ჯერ საბჭოთა რუსეთში, ამ დროს ჯერ საბჭოთა კავშირი ბუნებრივია შექმნილი არ არის, საბჭოთა სახელმწიფო აქტიურად დაუპირისპირდა ეკლესიას. ქართული სოციალ-დემოკრატების ნაბიჯები მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან საინტერესოა და ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა მთელი რიგი ისეთი საინტერესო მიმართულებებით, როგორიც არის კანონმდებლობა, ანუ კანონმდებლობა შეიქმნა იმგვარი, რომელიც ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთს რადიკალურად მიჯნავდა. ზოგადად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკა რამოდენიმე მიმართულებით გამოიხატა და ამაზეც აუცილებლად გვექნება ჩვენ საუბარი. საკანონმდებლო თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა 1918 წლის 28 ნოემბრის კანონი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოში საღვთო სჯულის სწავლება გაუქმებული უნდა ყოფილიყო და სახელმწიფო დაფინანსებით საღვთო სჯულის სწავლა აიკრძალა ქვეყნის მთლიანი მასშტაბით. თუმცა გარკვეული გამონაკლისი აქვე ამავე კანონში ჩაიდო, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს ნება დაერთოთ იმ შემთხვევაში, თუ კი მშობლებს სურვილი ექნებოდათ, რომ მათი შვილებისთვის ესწავლებდნენ, არასასწავლო პერიოდში გამოყოფილიყო საგანგებო დრო და სივრცე იმისთვის, რომ საღვთო სჯულის სწავლა, ანუ სახელმწიფო თავისი ვალდებულებიდან გამომდინარე უარი თქვა საღვთო სჯულის სწავლებაზე, შესაბამისად ბუნებრივია და შტატის გარეშე დარჩნენ საღვთო სჯულის მასწავლებლები. ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველად ორი სხვადასხვა ხედვა არსებობდა. თავდაპირველად ხელისუფლების მესვეურები ფიქრობდნენ, რომ საღვთო სჯულის მასწავლებლები საერთოდ ანაზღაურების გარეშე დაეტოვებინათ, თუმცა მათ ერთჯერადი ანაზღაურება გადაეცათ და გადაწყდა ისიც, რომ თუ კი როგორც უკვე აღნიშნე, მშობლები თავიანთი ხარჯით თუ გადაწყვეტდნენ, რომ საღვთო სჯული ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის, ამ შემთხვევაში მათ სკოლა არასამუშაო საათებში შესაძლებელი იყო, რომ გამოეყენათ და ამითი საღვთო სჯულის აკრძალვით საკმაოდ სერიოზული პრობლემა მიადგა ქვეყანას, იმიტომ რომ
ცნობილია ისიც, რომ როგორც უკვე ზემოთაც აღნიშნე, 1917 წლის ავტოკეფალიის გაუქმების უпростоრად აღდგენის შემდეგ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ახალი სასულიერო კადრები, რომლებსაც დამოუკიდებელ ქვეყანაში უნდა მიეღოთ განათლება. ეს განათლება უნდა ყოფილიყო ქართულ ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს ეკლესიის ინტერესებს მორგებული. მასში, რა თქმა უნდა, ეს რუსიფიკატორული მიდგომები სრულად უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი და ეს მიმართულება, რომელიც მთავრობამ აიღო, ბუნებრივია გარკვეულწილად ხელის შემშლელი შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის სამომავლო საეკლესიო განვითარებისათვის. ძალიან საინტერესოა შემდგომი დადგენილება, რომელიც ასევე მთავრობას ეკუთვნის, ეს არის ამ შემთხვევაში უკვე დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ეს დადგენილება, ეს არის 1917 წელს მთელი რიგი საეკლესიო დღესასწაულების უქმე დღეების შემცირება გამოცხადდა და მათ შორის მირქმის დღესასწაული, სულთმოფენობის დღესასწაული, ფერისცვალების დღესასწაული, ჯვართამაღლების დღესასწაული, მარიამობის დღესასწაული, თუ მანამდე ოფიციალურ დასვენების დღეებით იყო გამოცხადებული, ხელისუფლებამ გააუქმა აღნიშნულ დღეებში დასვენების დღე და აღნიშნულ დადგენილებას, როგორც იმ პერიოდის პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, საფუძვლად ედო ის, რომ საჭირო იყო ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული იყო მუშაობის კულტი და ამდენი დასვენება შეიძლება ამ ყველაფრის ხელის შემშლელი ყოფილიყო და მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი უნდა ეშრომა, ამიტომ ის დასვენების დღეები რაც ხდებოდა, სავსებით საკმარისი იქნებოდა. ზოგადად რელიგიური თემატიკა და კონკრეტულად ეკლესიას სახელმწიფოს ურთიერთობებმა ყველაზე უფრო მეტი და თვალსაჩინო ასახვა ჰპოვეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. მას რამოდენიმე დღის არსებობა ეწერა და ბოლშევიკური აგრესიის შემდეგ, რაც თებერვალ-მარტის საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპაცია მოხდა, ბუნებრივია აქ საქართველოს კონსტიტუციას აღარავინ არ დატოვებდა და შესაბამისად ამისა მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ ამ კონსტიტუციაში ცალკე თავი გამოიყო, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებდა. მე-16 თავში სამი მუხლი დაეთმო აღნიშნულ ურთიერთობას. პირველი მუხლის მიხედვით, რომელიც ამ თავში შედის, რიცხობრივი მნიშვნელობით 152 მუხლია, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო. 153 მუხლით არც ერთ სარწმუნოებას უპირატესობა არ ეძლეოდა ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 154 მუხლით აიკრძალა სახელმწიფოებრივი ხარჯით ნებისმიერი, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე აიკრძალა საეკლესიო საჭიროებისთვის ფინანსების გამოყოფა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნულ კონსტიტუციამ რეალურად მოქმედება ვერ მოასწრო, თუმცა ის ფუძემდებლური იდეები, რომელიც მასში განხორციელდა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა. ბუნებრივია რელიგიურ პოლიტიკას თავისი გამოვლენებები გააჩნია, თავისი მიმართულებები გააჩნია და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მას თავისი მიმართულებები გააჩნდა და რამოდენიმე ასპექტით ვლინდებოდა. ერთ-ერთი უპირველესი არის ბუნებრივია ქონებრივი საკითხი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე გადაწყვიტეს, რომ გაეტარებინათ ჩემს მიერ ზემოთხსენებული პოლიტიკა, რომელსაც სეკულარიზმის პოლიტიკას ეწოდებენ. ყველაზე ზოგადი განმარტებით სეკულარიზმი ნიშნავს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას, თუმცა ამავდროულად იგი გამოიყენება იმ მოვლენის ამსახველათაც, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ეკლესიისათვის ქონების ჩამორთმევას და სწორედ ამ შემთხვევაში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწორედ აღნიშნული პოლიტიკაზე გააკეთა აქცენტი, რომლის მიხედვითაც ეკლესია თავისი უძრავ-მოძრავი ქონებისგან უნდა განთავისუფლებულიყო და ეს ყველაფერი სახელმწიფო ქონებად იქნა გამოცხადებული. ბუნებრივი აღნიშნული მიმართულება იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს ეკლესიას ახლად გამოცხადებული აქვს ავტოკეფალია, რეალურად იგი 100 წელზე მეტი რუსული ბატონობის შემდეგ
რეალურად იმ პერიოდში იდგამს ფეხს, მას სახელმწიფოსგან მტკიცე მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, ბუნებრივია ეს ქონებრივი პოლიტიკა და ეს საკითხი ბუნებრივია მისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ თვალსაზრისით საეკლესიამ მხოლოდ მრევლისგან შენაწირის ანაბარა დატოვა და ძალიან მარტივი ახსნა განმარტება მისცა ამ ყველაფერს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის საკითხი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ცნობილი მოვლენა, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, ეს არის 1920 წლის მოვლენა, როდესაც გაზეთმა საქართველომ, რომელიც იმ პერიოდში ოპოზიციურ გამოცემას წარმოადგენდა, დაბეჭდა ინფორმაცია, რომ გელათის მონასტრის სიმდიდრე ჩამორთმეული იქნა, კერძოდ სპეციალურმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გადაწყვეტეს ეკლესიაში არსებული ძვირფასეულობა იძულების გზით ამოეღოთ და იგი ეკლესიისთვის ჩამოერთმიათ და სახელმწიფოსთვის გადაეცათ. ბუნებრივია ამას პროტესტი მოყვა სასულიერო პირებისგან, რომლებმაც ძალიან აქტიური პროტესტი გამოთქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფოს მესვეორები რბილად რო ვთქვათ, ყურს არ იბერტყავდნენ ამ მიმართულებით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იმ პერიოდში კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე იძულებული გახდა, რომ თავად მისულიყო მთავრობის სასახლეში და პირადად მთავრობის მეთაურისთვის, ნოე ჟორდანიესთვის მოეხსენებინა აღნიშნული ვითარება, მან გააპროტესტა არსებული მდგომარეობა და მოითხოვა საეკლესიო ქონების უკან ეკლესიისთვის დაბრუნება, თუმცა ნოე ჟორდანია შეუვალი იყო და მან მიიჩნია, რომ ეს ქონება კანონმდებლობის დონეზე სახელმწიფოს საკუთრება იყო და მან ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ამ საკითხში კომპრომისი მიუღებელი იქნებოდა და მისი დამოკიდებულება გამოიხატა შემდეგ ფრაზაში, ჩვენ არ დაუშვებთ სახელმწიფოში სახელმწიფოს არსებობას, რაც ნიშნავდა იმას, რომ თუ კი ვთქვათ ეკლესიას გარკვეული პრივილეგიები, თუნდაც ქონებრივი, თუნდაც უფლებრივი პრივილეგიები ექნებოდა, ეს მისი აზრით სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემას შექმნიდა. ბუნებრივია სასულიერო პირები აღნიშნულთან შეგუებას არ აპირებდნენ, მათ ძალიან აქტიურად ამოუდგნენ მხარს იმ პერიოდის ინტელიგენციის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი მწერალის მიხეილ ჯავახიშვილის პოზიცია, რომელიც აქტიურად დაუპირისპირდა ამ პერიოდში ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკას. ის მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ეკლესიას შედარებით მეტი უფლებები ჰქონოდა, მეტი შესაძლებლობები ჰქონოდა, თუნდაც იმ ქონებრივი თვალსაზრისით და აღნიშნული ქონებრივი თვალსაზრისით ხელისუფლებამ გარკვეული კომპრომისული დამოკიდებულება გამოხატა. ბუნებრივია ეკლესიისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობები და მისი ქონება, თუნდაც უძრავ-მოძრავი ქონება იგულისხმება ეკლესიისთვის არ დაუბრუნებიათ, თუმცა სასულიერო პირებს, განსაკუთრებით მონასტრებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ ის მიწები, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, დაემუშავებინათ პირადი საკუთრების უფლებით, თუმცა ეს ძალიან მცირე მასშტაბის ქონება იყო, რაცაც მანამდე ეკლესია ფლობდა და ბუნებრივია ხელისუფლების ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, გარკვეულწილად შეიძლება კომპრომისულადაც ჩათვალეთ, საერთო მდგომარეობას ნამდვილად ვერ აუმჯობესებდა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც საეკლესიო თვალსაზრისით საინტერესო იყო, ეს არის სასულიერო განათლების საკითხი. სასულიერო განათლების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ქართულ ეროვნულ იდეაზე აღზრდილი სასულიერო პირები, თუნდაც საერო პირები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებოდნენ სასულიერო განათლების მიღებით, თუმცა ამ თვალსაზრისით სასულიერო სემინარია ხელისუფლებამ ჩვეულებრივ რიგით სასწავლებლად გადააკეთა და მისი მოულა პატრონობა მთლიანად ეკლესიას გადააბარა და ჩათვალა, რომ ეკლესიას თავისი მის მიერვე მოძიებული ხარჯებით უნდა უზრუნველეყო ამ მიმართულებით განათლება. აღნიშნულსაც ბუნებრივია ქართველი სასულიერო პირები
უკმაყოფილება მოყვა, აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ცნობილი ქართველი ისტორიკოსის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების იდეის სულისჩამდგმელის ივანე ჯავახიშვილის ხედვა, რომელმაც იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას ასეთი რეალობა დაუდგა, დააყენა ძალიან საინტერესო საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ არც დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში და მით უმეტეს არც შემდგომში სამწუხაროდ დღის სინათლე არ ეწერა, კერძოდ უნივერსიტეტში დაარსებული იყო რელიგიის სწავლების მიმართულება და საარქივო დოკუმენტებში ძალიან კარგად და ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ მას ჰქონდა კონკრეტული ხედვები და კონკრეტული იდეები ამ მიმართულებით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო რელიგიის სწავლება. ბუნებრივია ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო მასშტაბით საერო და სასულიერო სწავლების შერწყმა ისახავდა ივანე ჯავახიშვილისეული ხედვა მიზნად, თუმცა ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც სასულიერო სწავლა თითქმის შეზღუდული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია ეს იდეა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ძალიან საინტერესო საკითხი არის სასულიერო გამოცემების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რელიგიურ თემატიკაზე ოფიციალური ცენზურა არ არსებობდა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა. საარქივო დოკუმენტებში გადმოცემულია ის ფუძემდებლური თუ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ამ თვალსაზრისით სასულიერო პირებს ჰქონდათ. კერძოდ ქვეყანაში არსებობდა პერიოდული სასულიერო გამოცემის, პერიოდული შინაარსის ჟურნალის ან გაზეთის დაარსების იდეა. თავდაპირველად, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, საქართველოში გამოდიოდა ჟურნალი სვეტი ცხოველი, რომელიც მხოლოდ 4 ნომრის გამოცემა მოხერხდა, თუმცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, როდესაც აღნიშნული თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, ბუნებრივია ქვეყნის ენაში ეკლესიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი პერიოდული გამოცემა ჰქონოდა და ეს მნიშვნელოვანწილად დიდი დანაკლისი იყო. და კიდევ ამას გარდა სხვა ტიპის სასულიერო გამოცემების გამოცემა ამ შემთხვევაში უკიდურესად იყო შეზღუდული და ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ განათლებასთან დაკავშირებით ერთ მომენტსაც უნდა გაეცოთ აუცილებლად ხაზი, კერძოდ იმას, რომ სასულიერო პირებს ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურად აღიარებდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორი იყო უფლებრივი თვალსაზრისით და უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ამ თანასწორობას ბუნებრივია არანაირი შეზღუდვა არ ექნებოდა, ბუნებრივია აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ სასულიერო პირებს სახელმწიფო წარმომადგენლები პირდაპირ თავაზობდნენ, რომ მათ საერო წოდებაზე უარი ეთქვათ და ამ შემთხვევაში მათ მასწავლებლობის უფლება ექნებოდათ. ეს ბუნებრივია სასულიერო კრებულისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა და ხშირ შემთხვევაში ჩვენამდე მოღწეულია საინტერესო მოგონებები, საარქივო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ერთგვარად დილემის წინაშეც დგანან, თუ რა გზას უნდა დაადგნენ, თუმცა მათ დასასახელად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში მათ ძალიან ღირსეულად გაართვეს არსებულ მონაცემულობას თავი და ძალიან ბევრი მათგანი საკუთარი ხარჯებით ცდილობდა, რომ ის ელემენტარული სასულიერო განათლება გაევრცელებინა იმ საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც ამ ყველაფრით იქნებოდა დაინტერესებული. ბუნებრივია ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, როდესაც გვაქვს საუბარი, აუცილებლად უნდა შევეხოთ, თუ როგორი იყო სასულიერო პირების დამოკიდებულება. ჩვენ საუბრის დროს აღვნიშნეთ, რომ მათ შორის კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდეც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ პოლიტიკისადმი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეშვეურებმა გადაწყვიტეს და იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი ატარებდნენ. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა მის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობებს ახება. აღნიშნულ წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხაზს უსვამს ეკლესიას სახელმწიფოს ურთიერთობის
იმგვარი მოდელის დამკვიდრებას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ეკლესიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, ის არ უარყოფს და პრინციპში ეთანხმება კიდეც, რომ შეიძლება ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გარკვეული კანონმდებლობის დონეზე, რადგან როგორც მისი უწმინდესობა წერს, თითოეულ მათგანს თავისი მიმართულება და თავისი განვითარების სამოღვაწეო ასპარეზი გააჩნია, თუმცა ეს არ უნდა იყოს იმგვარად დამაზიანებელი, როგორც თანამედროვე ეტაპზე ხდება და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ჩადგეს საზოგადოების ინტერესების ქვეშ და საზოგადოებას აინტერესებს ორივე მიმართულების, სახელმწიფოსაც და ეკლესიის განვითარებაც. ასეთი იყო კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდეს დამოკიდებულება. გასაკვირი ალბათ არ იქნება ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად უპირისპირდებოდა სასულიერო პირებს, ეკლესიურ თემატიკას, მიუხედავად აღნიშნულისა, სასულიერო პირები არ ჩაბმულან ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში და ისინი ბოლომდე სახელმწიფოს idეის ერთგულები დარჩნენ. თვით იმ პერიოდშიც კი 1921 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც ქვეყანა უშუალოდ გასაბჭოების საფრთხის ქვეშ დადგა და სამწუხაროდ ეს საფრთხე რეალური გამოდგა და საქართველოს წითელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდა, ქართველი სასულიერო პირები თავის მრევლს მოუწოდებდნენ, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ებრძოლათ, ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ყოფილიყვნენ და გაფრთხილებოდნენ იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდის ქადაგებები, რომლებიც თავის ქადაგებებში მუდმივად ხაზს უსვამდა და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის თავისუფლებას და იგი პირდაპირ საჯაროდ ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ და სახელმწიფოს მესვეურები გარკვეული თვალსაზრისით ერთმანეთში ვერ თანხმდებოდეთ, მიუხედავად ამისა, ამ ორმა ინსტიტუციამ, ამ ორმა ერთმანეთთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაპირისპირებულმა რეალობამ მაინც ერთმანეთის წინააღმდეგ ნაბიჯები არ უნდა გადადგას და ჩვენ სასიცოცხლოდ თავისუფლება გვჭირდება და უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად მრავალშეთავაზებისა, კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდეს თბილისი ბოლშევიკური ოკუპაციის პირობებშიც არ დაუტოვებია და იგი ბოლომდე თბილისში დარჩა. ძალიან საინტერესო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ქუთაისში გადასვლას თავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როდესაც ჩვენ საუბარი გვქონდა სასულიერო განათლებაზე, სასულიერო განათლების თვალსაზრისით ამ პერიოდში მიუხედავად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა გაიხსნა გარკვეული სასულიერო სასწავლებლები, რომლებიც მრევლის ხარჯზე ფინანსდებოდა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებდა და ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხებისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, საზოგადოებას საეკლესიო თემატიკა აინტერესებდა და ამ თვალსაზრისით იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფოსგან გარკვეული ხელშეწყობა იქნებოდა, ძალიან საინტერესო შედეგების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ბუნებრივია, როგორც ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, თავიანთი იდეოლოგიური მრწამსიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები თავისი არსით ისინი მარქსისტები იყვნენ, მათთვის მიუღებელი იყო ეკლესიასთან თანამშრომლობა, თუმცა უნდა აუცილებლად ობიექტურობისთვის ისიც ითქვას, რომ გარკვეულ რეგიონებში, მაგალითად აფხაზეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, მათ ადგილობრივ სამრევლოებში გარკვეული დაფინანსების წესი გამონაკლისის სახით შემოიღეს და მათ ჩათვალეს, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ამ რეგიონში ეკლესიის დაფინანსება ოღონდ ერთჯერადი სახით შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო სახელმწიფოსთვის და ამ შემთხვევაში მათ მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგადად იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე 10 წლეულის თუ არა 100 წლეულის განვითარება სჭირდება, ბუნებრივია ის მოკლე პერიოდი არასრული 3 წელი, როდესაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იარსება, ბუნებრივია მასში იმ რეალობაში ძალიან რთული იყო, ჩამოყალიბებული იყო რაიმე სახის
ჰარმონიული ურთიერთობა, ამ ყველაფერს ხელს უწყობდა ის მაშინ არსებული რეალობაც, კერძოდ მხედველობაში მაგის რომ გარკვეულწილად ეკლესია სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისთვის ასოცირდებოდა მეფის რუსეთის ხელისუფლებასთან, მასთან მოკავშირე ძალასთან და ერთგვარად ამითაც იყო განპირობებული, რომ მათ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოიჩინეს ეკლესიისადმი, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნული წლები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები არის მაინც ქართველი სასულიერო პირების ბრძოლის წლები, როდესაც ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ უფლებრივი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით და ის ელემენტარული საბაზისო მოთხოვნებით დაკმაყოფილებულიყვნენ, რომელიც აუცილებელი იყო ქვეყნში ეკლესიის განვითარებისთვის. ერთი იყო მოლოდინი, მეორე იყო რეალობა, ბუნებრივია ესენი სამწუხაროდ ერთმანეთს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, რასაც თავისი ბუნებრივია მიზეზები გააჩნდა და ბუნებრივია ეს ყველაფერი გარკვეულწილად დახსასვამდა საზოგადოებას. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თითქოს 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს გასაბჭოებას საქართველოს ეკლესია უკვე რეალურად უფლება აყრილი და ძალიან დამძიმებული რეალობით შეხვდა. ეს მოსაზრება გარკვეულწილად არის მხოლოდ და მხოლოდ გასაზიარებელი. უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალ-დემოკრატებში ერთიანი აზრი თვითონ შიგნითაც არ არსებობდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ეკლესიისა სახელმწიფოს ურთიერთობის განვითარება, მაგალითად, როდესაც ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ კონსტიტუციის შესახებ არსებულ მსჯელობებს, რაც იმ პერიოდში საკმაოდ აქტიურად ქვეყნდებოდა საქართველოს პრესაში, ჩვენ ნახავთ, რომ სოციალ-დემოკრატებშიც თვითონ არ არსებობს ერთიანი აზრი, თუ როგორ უნდა, რა სახით უნდა ჩამოყალიბებულიყო კონსტიტუციურ დონეზე ეს ყველაფერი. სოციალ-დემოკრატების გარკვეული ნაწილიც უფრო შედარებით რბილი გამიჯვნის მომხრე იყო, თუმცა საბოლოოდ, როგორც წეღანაც აღნიშნე, საქართველოს 1921 წლის 21 წლის თებერვლის კონსტიტუციაში უფრო ფრანგულ მოდელზე გაკეთდა აქცენტი, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისგან რადიკალურ გამიჯვნას ისახავდა მიზნად. ბუნებრივია ეს ყველაფერი თავისი განვითარების თვალსაზრისით ეპოქის შესაბამისი რეალობიდან იყო განპირობებული და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანაში რა მდგომარეობაც იყო, ამას ბუნებრივია თავის დახსასვამდა ისიც, რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე, მას შემდეგ რაც საქართველოს ჯერ ქართლ-კახეთის, ხოლო შემდგომში დასავლეთ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა რუსეთის იმპერიამ, შემდგომ ამას პარალელურად 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც გაუქმდა, დაიკარგა ის ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეკლესია და სახელმწიფოს შორის არსებობდა. ბუნებრივია იმ დროინდელ პოლიტიკურ სპექტრში, კერძოდ ოპოზიციურ სპექტრში ძალიან აქტიური კრიტიკის საგანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გადადგმული დამოკიდებულებები ეკლესიისადმი, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რომლებიც თავიანთ გამოცემა გაზეთ საქართველოში ძალიან აქტიურად ბეჭდავდნენ ამ მიმართულებით პუბლიკაციებს, ისიც და ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიტიკა კრიტიკისათვის და ვთქვათ ხელისუფლების დამოკიდებულების უბრალოდ გარკვეული თვალსაზრისით ცარიელ ნიადაგზე აღმოცენებული კრიტიკა. იმდროინდელი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელისუფლებას ალტერნატივას თავაზობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო, რაც იმ პერიოდის პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ განვითარებულობაზე მეტყველებს, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის არსებობის პრაქტიკულად ამ დიდი ხნის მანძილზე გამოცდილება არ გააჩნდა, თუმცა იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ამ ყველაფრისთვის მომზადებული. რაც შეეხება ხელისუფლებას, გარკვეულწილად, როგორც უკვე
საუბარში აღნიშნე, ცდილობდა რომ იმგვარი პოლიტიკა ეწარმოებინა, რომელიც არც მის სოფხედელობის შელახვას გამოიწვევდა, ეს განსაკუთრებით როგორც ითქვა უკვე ქონების საკითხთან დაკავშირებით გამოიწვია, იმიტომ რომ ისინი კატეგორიულად განსაკუთრებით მიწის რეფორმის გატარების დროს უკომპრომისო პოლიტიკა გადაწყვიტეს მათ, თუმცა როგორც უკვე შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა და სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გარკვეულწილად ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახეს, გარკვეული კომპრომისები საჭირო იყო ამ მიმართულებით და როგორც ელემენტარული სარჩოს უფლება სასულე განსაკუთრებით მონასტრებს გარკვეული თვალსაზრისით დაუტოვეს, თუმცა იყო მთელი რიგი ხარვეზები, მთელი რიგი ისეთი მიმართულებები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით ჩავარდნილიც იყო და ჩავარდნასაც წარმოადგენდა, ეს ყველაფერი ერთის იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკური იდეოლოგითა და მსოფლმხედველობით უნდა აიხსნას და მეორეს მხრივ ეს არის იმ პერიოდის პოლიტიკური აზროვნების შესაბამისი რეალობა, კერძოდ მას შემდეგ, რაც ჯერ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, რაც რუსეთში მოხდა, ბუნებრივია ერთგვარი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ამგვარი იდეები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე-20 საუკუნის დასაწყისში ყოფილი რუსეთის იმპერიის მანძილზე აქტიურად ჩნდებოდა, ვითარდებოდა, რომლის მიხედვითაც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან მაქსიმალურად დაშორებულები უნდა ყოფილიყვნენ. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, სადაც ალბათ იმ პერიოდის რეალობიდან გათვალისწინებით განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იმ პერიოდის სოციალ-დემოკრატებისთვის ეკლესია უფრო მეტად ასოცირებული იყო როგორც მტრულ ინსტიტუციასთან, ვიდრე პოტენციურ მოკავშირესთან. სამწუხაროდ, არასრული 3 წლის მანძილზე საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული 3 წელი იარსება, მისი არსებობა საბჭოთა ოკუპაციამ შეწყვიტა. იმ პერიოდში ვერ მოხერხდა ის, რომ ხელისუფლებას ახლად აღდგენილი ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიისთვის გვერდში დგომა შეეთავაზებინა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ისიც, რომ 1918 წლის ივნისში ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ დღემდე გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ იქნა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე და ხელისუფლებამ არც მისი მკვლელობის გამოძიებით შეიწუხა დიდად თავი. ამ თვალსაზრისით იყო გარკვეული მცდელობები, რომ სასულიერო პირები და კონკრეტულად საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები ძალიან აქტიურობდნენ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ჩაერთო ამ მიმართულებით, თუმცა ხელისუფლება პრინციპულ პოზიციაზე იდგა და თვლიდა, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ეკლესიას უნდა აეღო და ეკლესიას თავად უნდა უზრუნველყო ეს ყველაფერი, რაც იმ პერიოდში, იმ პირობებში სამწუხაროდ ძალიან რთული განსახორციელებელი იყო. დასასრულს შეიძლება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ითქვას, რასაც შემდგომში ემიგრაციის პერიოდში, როდესაც საქართველოს გასვარჭოება მოხდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები ემიგრაციაში, იძულებით ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობების გარჩევა იქაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა ემიგრანტულ პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები იმ აზრზე დარჩნენ და იმ იდეაზე დარჩნენ, რომ მათ შორის ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს სწორედაც ის პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა, რაც მას ხელისუფლებაში არსებობის პერიოდში გადაწყვეტეს. ეხლა დიდი მადლობა პირველ რიგში ყურადღებისათვის, შეკითხვებს ველოდები თქვენგან დიდი ინტერესით. ესე იგი, ბატონო მიხეილ, თქვენ ამბობთ, რომ არც ძალიან უყვარდათ და არც ძალიან დიდი სიძულვით გამოირჩეოდნენ. კი ბატონო, დიდი სიძულვით გამოირჩეოდნენ ბოლშევიკები, რომლებიც მიზანმიმართულ ბრძოლას, ანტირელიგიურ აგიტაცია, პროპაგანდას აწარმოებდნენ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები ადგენენ, ნამდვილად შემრიგებლობითი პოლიტიკა, ნამდვილად ნაკლებად იყო.
იურიდიული პირის სტატუსი არ ქონდა მაშინ. იურიდიული პირის უფლებაც ჩამორთმეული ქონდა ეკლესიას, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი რაც იყო ეკლესიისთვის, ეს იყო რაც მას ქონების უფლებასაც უკარგავდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქონების უფლებაც არ ექნებოდა, რადგან მას იურიდიული პირის და შესაბამისად ეს მომენტი გამორიცხავდა იმასაც, რომ მას სახაზინო დაფინანსების მიღების შესაძლებლობაც არ ექნებოდა. ანუ ნებისმიერ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადა. კი ბატონო, ნებისმიერი ეკლესია, მათ შორის ეკლესიაში არსებული ქონებაც, ის ისტორიული ძვირფასეულობა, მათ შორის ხელნაწერი მემკვიდრეობა, ცხატებიც, ეს ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად იქნა გამოცხადებული. ხელნაწერები გამოიტანეს, მაშინ წაიღეს ხელნაწერების ინსტიტუტი არ არსებობდა. მუზეუმში განთავსდა ეს ყველაფერი, კი ბატონო. და სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ხაზს უსვამდნენ მუდმივად, იყო ის, რომ ეკლესიას არ ჰქონდა სათანადო პირობები იმისთვის, რომ ეს განძეულობა დაეცვა და შეენარჩუნებინა. ეგ შეიძლებოდა შეთანხმებით მოხდარიყო მაშინ და რა იზრდებოდა. მეც ასე წავიდოდი თამაში. მეც ესე ვფიქრობ, რომ თუ კი იქნებოდა თანამშრომლობის სურვილი, ძალიან ეჭვმეპარება, რომ სასულიერო პირებს ამ თვალსაზრისით კომპრომისული დამოკიდებულება არ გამოეხატათ. აფხაზეთში როგორი ფორმა ქონდა თანამშრომლობა? ეკლესია სხვათა შორის აფხაზეთი ძალიან საინტერესო გამონაკლისია ამ თვალსაზრისით. აფხაზეთში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პერიოდში ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ამბროსი ხელაია, რომელიც საკმაოდ აქტიური, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯებით გამოირჩევა. მან ძალიან კარგად მოახერხა, რომ ხელისუფლებისთვის დაენახებინა, რომ კონკრეტულად ამ რეგიონში აუცილებელი იყო სახელმწიფოსგან თანადგომა და სახელმწიფო გარკვეული თვალსაზრისით გამონაკლისის სახით აფხაზეთის რეგიონში ნამდვილად ეკლესიას გვერდში დაუდგა. და ამ შემთხვევაში საინტერესოა ისიც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბერძნული სამრევლოებით საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მოექცა და ამ თვალსაზრისითაც საინტერესო იყო ის, რომ ქართული სახელმწიფო ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ქართული როლი აფხაზეთის რეგიონში მაქსიმალურად გაძლიერებული უნდა ყოფილიყო. რვა მარტს გაიმართა კრება. სადაც გადაწყდა ოთხი გამორიცხული. კი ბატონო. ვინ ესწრებოდა ეს? ამ კრებას ესწრებოდნენ ნიკიტა თალოკაძის მოგონებების მიხედვით ვიცით ჩვენ ამ კრების შესახებ. ამ კრებას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ოქროპირიძე, ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე და სოსიკო მერკვილაძე. მათ ისინი შეეხმიანან სასულიერო პირებს, მათ გადაწყვიტეს კონკრეტული თარიღი იყო 12 მარტი, კვირა დღე, როდესაც უნდა გაფართოებული კრება ჩატარებული იყო, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები და თავარი მიზეზი ამ კრების დაჩქარებით მოწვევის იყო ის, რომ ის რეალობა, რომელიც რუსეთის იმპერიის მასშტაბით შეიქმნა თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები ავტოკეფალის გამოცხადების, თუმცა ნოე ჟორდანია თავშივე წავიდა, ნოე ჟორდანიც ესწრებოდა ამ კრებას და ამ კრებაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიას რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოეცხადებინა ავტოკეფალია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ნოე ჟორდანიას დასწრება კრებაზე. შეიძლება განვიხილოთ, როგორც მისი მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტის დაარსების ცდელობა, მაშინ როცა არ არსებობდა სახელმწიფო. ჩემი აზრით ეს ყველაფერი უფრო იმ კუთხით უნდა განვიხილოთ, რომ ნოე ჟორდანიას ძალიან კარგად ესმოდა ავტოკეფალის გამოცხადების მნიშვნელობა, როგორც რევოლუციური პროცესის შემადგენელი ნაწილი და ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტი, უხეშად რო ვთქვა, დარტყმის მიყენება იმ მეფის ხელისუფლებისადმი და რაც ხელში მაშინ როგორც ვიცი, არც ფიქრობდა ჟორდანია დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობას იმ პერიოდში არ ფიქრობდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს გეგმაში ქონდა, რომ მაქსიმალურად რუსეთის იმპერიის დასუსტება მომხდარა. უფრო ლოგიკურია ვიდრე პატრიარქი კირილოს კვლელობა გამოიწვიეს მე. პატრიარქ კირილის კვლელობა გამოუძიებელია, დღემდე გამოუძიებელია. სხვათა შორის იმ პერიოდშივე, რაც პრესის მასალების მიხედვით იბეჭდებოდა, ორი ვერსია გავრცელდა. ერთი ძალიან აბსურდული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რაც ძალიან მალევე გაქცევდა, იმიტომ რომ
პატრიარქი კირიონი ფიზიკურად მძიმედ ავადმყოფი იყო და იგი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა, ხელის გამოძრავებაც კი ძალიან უჭირდა, როგორც ამბობენ. და მეორე არის მისი მკვლელობის თორე მკვლელობის შემკვეთი ვინ იყო, გამხორციელებელი ვინც იყო, ამაზეც იყო გარკვეული სხვადასხვა ვერსიები, გამოიკვეთა რამოდენიმე პირის შესახებ ინფორმაციაც, მათ შორის ეს ყველაფერი ზოგი ვერსიით უშუალოდ რუსეთის ეკლესიიდან მომდინარე მოვლენათაც შეირაცხა, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება ეგრე საუკუნე ამ ყველაფრიდან გავსვლიდა სამწუხაროდ არაფერი არ ვიცით. დავიდოვზეც იყო ეჭვი. მათ შორის ერთ-ერთი ზუსტადაც დავითაშვილზეც იყო მარტყოფის მონასტერში მისმა თანხლებმა პირმა, როდესაც მას თან ახლდა თანხლები პირი, დილით გარდაცვლილი მოკლული აღმოაჩინა, როგორ მოხდა, რა მოხდა. სხვათა შორის გამოძიება ოპოზიციამაც ჩადა, ეროვნულ დემოკრატებს უნდათ მაშინ გარკვეული გამოძიების ჩატარება ამ მიმართულებით, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ფინანსები ჭირდებოდა, სახელმწიფო დონეზე ჭირდებოდა უზრუნველყოფა და სახელმწიფო ამ ყველაფრის ამ მიმართულებისთვის მზად არ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩაეტარებინა. თორე ეს დავითაშვილის იდეა ყველაზე გავრცელებული. არქეოლოგიასაც ამბობენ. კი ბატონო, მაგაზე ეგეთი ერთი უშუალოდ მკვლელობის გამხორციელებული და მეორე არის დამკვეთი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ თვალსაზრისით, თუმცა ამას საგანგებო გამოძია არსებობს გარკვეული ვერსიებიც ამ მიმართულებით, თუმცა ვერსიების დონე იქით არ მიდის ამ ყველაფერზე მსჯელობა. მადლობა თქვენ.